რომელ სახლში არ უნდა გყავდეს მნათობები, ამ სახლების სფეროები ჩვენთვის არის ენერგიის წყარო, ჩვენ ძალიან გვიყვარს და ძალიან გვინდა ამ თემებში რეალიზაცია. ზოგადად როდესაც ვართ აი ამ თემებში, ვართ უფრო მეტად ენერგიულები. რაც უფრო ჰარმონიულია მნათობი, მით უფრო მეტი ენერგია მოდის ჩვენთან ამ კონკრეტულ სფეროებში. ეს არ არის აუცილებელი იყოს პროფესია, თუმცა ეს შესაძლებელია იყოს პროფესიაც, ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ჰობი, ეს შესაძლებელია იყოს უბრალოდ ჩვეულებრივი სფერო, სადაც ჩვენ ყოველდღიურად ვართ. რაც უფრო დაზიანებულია მნათობი, მით უფრო პრობლემატურია, რომ ჩვენ ძალიან გვიხარია და გვინდა ამ სახლში ყოფნა და ენერგიას გვაძლევს, მაგრამ ამავდროულად გვფიტავს. თუ პირველ სახლში ამ მნათობი ესეთ შემთხვევაში ადამიანს ძალიან უხარია საკუთარ თავთან მარტო ყოფნა, საკუთარი თავის განვითარება, საკუთარ თავზე ზრუნვა, საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა. თუ არის მეორე სახლში ესეთ დროს ადამიანს უხარია ფინანსები, ძალიან უყვარს გამომუშავება, უნდა რაც შეიძლება მეტი შეიძინოს. მესამე სახლი იქნება ადამიანს უხარია დაძმებში ყოფნა, უხარია მეზობლებთან ყოფნა, მეგობრებთან, ახლობლებთან, ასე ვთქვათ, ახლობლების წრეში ყოფნა, უხარია ძალიან ინფორმაციის გაცვლა, რაიმე ახალი სწავლა, სეირნობა. მეოთხე სახლი არის სახლი, მშობლებთან ერთად ყოფნა, საკუთარ სახლში ყოფნა, სამშობლოში ყოფნა. მეხუთე სახლი არის ყოფნა საყვარელ ადამიანთან, ყოფნა ბავშვების გარემოცვაში, სცენაზე ყოფნა, ხელოვნება, ესე ვთქვათ, დაკავება ხელოვნებით, რაიმე კონკრეტული ჰობი, იქ იქნება ექსტრემი, ავანტიურიზმი. მეექვსე სახლი იქნება ყოველდღიურობა, რუტინა, როდესაც ადამიანი რუტინას მიყვება, როდესაც ადამიანი მუშაობს, იგივენაირად არის ესეც ან ცხოველებთან ურთიერთქმედება, უხარია ესეთ ადამიანს. მეშვიდე სახლი იქნება პარტნიორობა, ამ ადამიანს ძალიან უყვარს პარტნიორებთან ყოფნა, ეს შეიძლება იყოს საქმიანი პარტნიორები, ეს შეიძლება იყოს თუნდაც მეორე ნახევარი. მერვე სახლის შემთხვევაში ეს იქნება ექსტრემალური სიტუაციები, უფრო მეტი ამოუცნობი, უფრო მეტი ისეთი საინტერესო, ეს იქნება ასტროლოგია, იქნება რაღაც კონკრეტული მაგია, იქნება რაიმე რთული დაძაბული სამსახური ან ზოგადად ექსტრემი. მეცხრე სახლის თემები იქნება მოგზაურობა, შორეული მოგზაურობა, რაღაც კულტურებთან კავშირი, თავგადასავლები იგივენაირად, უმაღლესი ცოდნის გაზიარება. მეათე სახლი იქნება კარიერა თავისთავად, რაც შეიძლება მეტი სიმაღლეების მიღწევა, ესე ვთქვათ. მე-11 სახლი იქნება მეგობრებთან ყოფნა, სოციალიზაცია, ჯგუფში ყოფნა, ხალხში ყოფნა, უყვარს ესეთ ადამიანს, საკუთარი აზრების, მიზნების, ოცნებების გაზიარება, ეყვარება. მე-12 სახლში ადამიანს უყვარს განმარტოვება, უყვარს სამყაროსთან ერთიანად ყოფნა, უყვარს მედიტაცია, უყვარს საკუთარ თავში ჩაღრმავება შესაძლებელია, უყვარს ესე ვთქვათ რეალობას რომ გაცდეს მაქსიმალურად და რაღაც სხვა სამყაროებში იყოს. და ხელოვნება ავტომატურად. აი ეს არის მარტივად, რადგან მნათობი ორი არის, შესაბამისად ორი ინტერესის სფერო ექნება ადამიანს. და თუ ორივე მნათობები ერთ სახლში, რა თქმა უნდა, იქნება ერთი კონკრეტული სფერო უფრო მეტად ინტენსიური და უფრო მეტად საინტერესო და ენერგიის მომცემი.